გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით, მინდა რომ გაგიზიაროთ. მორიგი აღქმა, მორიგი შთაბეჭდილება და ეს აღქმა და შთაბეჭდილება გამომდინარეობს იმაში, რომ ეს რაც ჩვენს ირგვლივ არის. რავით, რა სიტყვაც გსურთ, გამოვლენილი სამყარო და შემდგომში საინტერესოა, რომ ამ გამოვლენილი სამყაროს გარკვეული ნაწილი, როგორც ჩანს, არის ხდება ამა თუ იმ ადამიანში, ამა თუ იმ არსებაში, ამა თუ იმ ქმნილებაში და შემდგომში, ასე ვთქვათ, ხდება ამ ყველაფრის რეალიზება. საინტერესოა ესე იგი, რომ მაგალითად თუ ავიღებთ საქართველოს, ჩვენ დავინახოთ, რომ საქართველოს ამა თუ იმ ნაწილის გამოვლინება ხდება ამა თუ იმ ადამიანში, ამა თუ იმ არსებაში, ამა თუ იმ ქმნილებაში. საინტერესოა. შესაბამისად, მივდივართ შემდეგ გააზრებამდის, რომ ამა თუ იმ რაღაცას თუ ავიღებთ, კიდევ ჩვენ დავინახავთ, რომ ამ ყველაფრის ის მოხდება გამოვლინება, რეალიზება ამა თუ იმ არსების სახით და როგორც ჩანს, ნაწილები, რომელიც არის მსგავსი ნაწილები, მაგალითად, ქვეყნის მსგავსი ნაწილი, რომელიც არის, როგორც ჩანს, შედარებით ისეთი, ის ვლინდება ამა თუ იმ ადამიანებში და მერე როგორც ჩანს, ამა თუ იმ ადამიანებს აქვთ ურთიერთობა, ურთიერთქმედება ამ ნაწილის მეშვეობით. საინტერესოა. ეს ყველაფერი არის ახალი, მეც ახლა ვცდილობ ამ ყველაფრის გააზრებას, მეც ახლა ვცდილობ ამ ყველაფრის დალაგებას. მაგალითად, თუ ავიღებთ ქალაქს, ჩვენ დავინახოთ, რომ ქალაქის ესა თუ ის ნაწილი არის ამა თუ იმ ადამიანში და ამა თუ იმ ნაწილის მეშვეობით შემდგომში ხდება მათი ურთიერთქმედება. საინტერესოა. თუ არ იქნება მათში ეს ნაწილი, როგორც ჩანს, ვერ მოხდება მათ შორის შესაბამისი ურთიერთქმედება. მაგალითად, ავიღოთ ქალაქი, ავიღოთ გარკვეული ადგილი, როგორც ჩანს, ეს ადგილი არის ამა თუ იმ ადამიანში, ამა თუ იმ ქმნილებაში და ამის მეშვეობით შემდგომში ხდება გარკვეული ურთიერთქმედება. ასევე საინტერესოა, რომ მაგალითად, ესა თუ ის ადამიანი შეიძლება იყოს ამა თუ იმ ადამიანში, ესა თუ ის ქმნილება შეიძლება იყოს ამა თუ იმ, როგორ თქვა, ჯერჯერობით რასაც შედარებით ისი აღვიქვა, მაგალითად, ქვეყნის ესა თუ ის ნაწილი არის ამა თუ იმ ადამიანში და ამის მეშვეობით ხდება მათი ურთიერთქმედება. დღეს რა ჩვენს ქვეყანაში ხდება, იდეაში გარკვეულწილად არის, როგორ თქვა, ერთგვარი, რა დავარქვა, შეიძლება ასეც ითქვას, ცდილობა ერთგვარი სურვილი, მიზანსწრაფვა, რომ ადამიანებს სურთ, რომ ქვეყნის უკეთესი ნაწილი მოხდეს მათში, შესაბამისად გარკვეულწილად მათ სურთ, რა თქმა უნდა, ქვეყნის გაუმჯობესებაც, თუ გაუმჯობესდება ქვეყანა, რა თქმა უნდა, მათში იქნება მათი უკეთესი ნაწილი, რომელშიც ისინი შეძლებენ ცხოვრებას, რომელშიც ისინი შეძლებენ ურთიერთქმედებას. საინტერესოა ეს ყველაფერი. აგრეთვე მეფიქრება მთვარის გზაზე, ინკარნაციების გზაზე და მივდივარ შემდეგ გააზრებამდის, რომ მთვარის გზა, ინკარნაციების გზა, როგორ თქვა, მთვარე იკვებება რეალურად ამ ყველაფრით. როგორ ვთქვა, მთვარე იკვებება ამ ყველაფრით. მაგალითად, როგორ თქვა, ოღონდ იკვებება, როგორც ჩანს, ცოტა ისეთი იმით, შეიძლება ასეც ითქვას. მთვარე იკვებება ამ ინკარნაციების იმით, იმ გაგებით, რომ რაც იყო, ის რაც იყო და აღარ არის გამოვლინდებავი და სიზმარიო, ეს ყველაფერი, როგორც ჩანს, მიდის მთვარეში. ამ ყველაფრით, როგორც ჩანს, ხდება მთვარის ფორმირება და საინტერესოა ისეც, რომ როგორც ჩანს, ადამიანებშიც არის, ქმნილებებში არის, არსებებში არის მთვარის
ესა თუ ის ნაწილი საინტერესოა. როგორც გამოვლენილ სამყაროში გვაქვს ამა თუ იმ ნაწილის მეშვეობით ურთიერთქმედება ერთმანეთთან, ესე იგი, აი რა საინტერესო გასწრებამდის მივედი, რომ მთვარის ამა თუ იმ ნაწილის მეშვეობით, თუნდაც შეიძლება ასეც ითქვას, იმ რაღაცის მეშვეობით, რაც იყო წინაპრების იმაში, ამ ნაწილის მეშვეობით შემდგომში გარკვეულ სულებს აქვთ გარკვეული ურთიერთქმედება გარკვეულ ადამიანებს, შეიძლება ასე ითქვას, გარკვეულ არსებებს, ქმნილებებს, ანუ რატომ აქვთ ეს ურთიერთქმედება, აი კარმული კავშირიო, კარმული ისინიო, საიდან იღებს ეს ყველაფერი დასაბამს? ეს ყველაფერი დასაბამს იღებს, როგორც ჩანს, მთვარის გარკვეული ნაწილიდან საინტერესოა. და როგორც ჩანს, ეს ნაწილია ის, რაც მათ აკავშირებს.